და მამისათა, დადისათა და ქრისის მითისათა. ჩვენ აგრძელებთ საუბრებს საგარეო სამართლის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ განვიხილეთ უკვე პირველ მსოფლიო კრება ნიკეში შედგა 325 წელს. განვიხილეთ ადგილობრივი კრებები, ჯერ აი პირველ მსოფლიო კრებამდე, სამას-14-16 წლებში ჩატარდა და შემდეგ უკვე განვიხილეთ რამდენიმე კრება ადგილობრივი, რომელიც ნიკეის კრების შემდეგ შედგა. დღეს განვიხილოთ ანტიოქიის ადგილობრივი კრება და ამ კრებას მიღებული დამატებით ახალი კანონები და ვიტყვით ეს ადგილობრივი კრება არ უნდა გავიგოს, რომ ერთ ადგილზე ერთ ქალაქში შეკრებდა, ეს არის ადგილობრივი. და საკმაოდ დიდი პროვინცია ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქცია და აი თვითონ როგორ ახასიათებენ ამ კრების ორგანიზატორები თუ მომხრობი. წმინდა ყოლად დამამშვიდებელი კრება ღვთის მიერ შეკრებილი აშოტის ანტიოქიაში ფინიკიელთა, პალესტინელთა, არაბსა, შუამდინარელთა, კილიკიელთა, ისავრიელთა ამ სამთავრობიდან ერთულ ძმებსა და წმინდა თანამხლებს უფლის მიერ გახარებთო. და შემდეგ უკვე შემოდახასიათება ამ კრების სულისკვეთების და შესაძლოა სიტყვაში ნათქვამია, რომ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლმა და ჭეშმარიტებამ მოიხილა ანტიოქიელთა წმინდა ეკლესია და განუყოფელი ერთობით, თანხმობით და მშვიდობის სულით შეკდა განამტკიცა და ბევრ რამს სხვას გამოასწორა. დამამშვიდებელი სულის შთაგონებით. და შემდეგ ამბობს, რომ აქ მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ახალი კრება უნდა დადასტურდეს, რომ ის ეთახება იმასაც წინა კრებებზე არის მიღებული. ახალი თუ არის, ის რაც არ განხილულა იმ კრებებზე, იმ საკითხს ეხება. და ამიტომ ამბობს, რომ ჩვენთან ყოფნი და თანაშემწენი ლოცვაში და ჩვენთან შეერთებულა სული წმინდით, მას ერთად ხართ, ჩვენს განსაზღვრებებს ეთანხმებით, განსაზღვროთ, სწორად მიიჩნევთ, მეჭეს უშოვთ და დაამტკიცებთ სული წმინდის თანხმობით, ხოლო ჩვენ მიერ განსაზღვრულ საეკლესიო კანონებს შემდგომნი არიანო. ანუ ყველა კრება დასრულდა, განიხილეს ეს საკითხები, აქტუალურად იყო თითოეულ ამ რეგიონში და როგორც თან ანტიოქიის იურისდიქციაში, შემავალ ეკლესიებში და მე უკვე ხდება აი გაფორმება ამის წერილობით ფორმით. პირველი კანონი ესეთი არის. ყველა ვინც გაბედავს წმინდა და დიდ ნიკეის შეკრებილ კრების განსაზღვრებას, რომ შედგა კესმსახური და ღვთის მოყვარული მეფე კონსტანტინეს მიკყოფნის დროს, საათონ ადგომის წმინდა დღესასწაულის გამო უზიარებელი და განდევნილი უნდა იყოსო ეკლესიიდანო. თუ განაგზობს კეთილ განსაზღვრულ საქმეთა წინააღმდეგობის გაწევას. ეს ეხება პირველ რიგში არიოზის მწარმოებელს მიმდევრებს, რომელიც ცდილობენ დროდადრო გამოიჭრას ფოთი და აღმოსავლეთში უკვე რომის იმპერიის ჩასხრეს პოლემიკა, სამაგერ დასავლეთ ეკლესიაში უკვე ეს ცენტრალური იტალია და ესპანეთისკენ იქ კიდე გაგრძელდა არიანული მწვალებლობის გავრცელება. ბარბაროსა ტომებში, რომელიც უკვე დასახლდნენ იქ თავის შემოსევების შემდეგ. ამიტომ პირველი კანონი ამოსო ვიტყევთ იმიტომ, რაც უკვე მიღებულია ერთობლივ თანხმობით, იმის წინააღმდეგი ვინც იქნება დასაწყისშივე უნდა იყოს განდევნილი, კრებაზე კომუნიკაციებს არ მიიღებს. იმიტომ ის უკვე წინააღმდეგობის და ამბოხის სულით არის ავსე. ეს όλο განხილულია, დამტკიცებული და არ შეიძლება. რომ ერთ-ერთი მთავარი რაც განიხილებოდა პირველ კრებაზე, გახსოვთ, ეს არის
ეს წალებლობა, რომელიც არიოზმა და მისმა მხრებმა შემოიტანეს ეკლესიის სიახში და გამოიწეს მთელი იმპერიის მასშტაბით დავადე კამათი. ხო, ეხლა ჩვენ განიხილოთ სხვა კანონები, რომელიც უშუალოდ ეხება მიმდინარე მოვლენებს. ამბობს, თუ ეკლესიის ზედამდგომელი ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ამ განსაზღვრების შემდეგ ერისგლის გასამბურებლად და ეკლესიის შესასრულებლად გაბედავს განცალკევებით და ორივესთან ერთად ადგომის აღსრულებას, მას მინდა კრება ამიერიდან ეკლესიისათვის უცხოდ ჩათვლის. როგორც არა მარტო თავის ცოდვის, ამით მრავალთა გახსნის და გზის გამრუდების საბაბს. რასია საუბარი, რომ ეს არის რეგიონი, სადაც ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და მათ შორის არის ებრაელთა თემი. და არიან ებრაელები, რომელიც მოიცემ და გაქრისტიანდნენ, არის ებრაელები დარჩენ ძველი ჯვრის კანონებზე და წესებზე. და მათ შორის ნათესაური კავშირი თუ ენობრივი მიზეზის გამო ხდება გაზიარება და რადგან ახალი ათვლის ეკლესიისათვის მისაღებია ძველი ათვლის წიგნები, მაგრამ იმ წიგნების ნაწილი რომ ეხება სამყაროს შექმნას და უშუალოდ ეკლესიის ისტორიას, მაგრამ არა იმ კანონებს თვითონ მსახურების, მსოფლშეწირვის და გარკვეულწილად ნორმების შესრულების, რომელიც უკვე გაუქმდა ახალი ათვლის ეკლესიაში. და მათ შორის ერთი უმთავრესი არის რომ იქ ძველი ათვლის ეკლესიაში დღესასწაულად აღინიშნებოდა პასუხის დღესასწაული, ხოლო ქრისტიანულ ეკლესიაში ეს იყო აღდგომის დღესასწაული. აი ამ ორი დღესასწაულის გაიგივება ერთად აღნიშნა დიდ ცნობიერად იყო მიჩნეული. იმიტომ რომ თუ განსხვავება დაიშალა პასექსა და აღდგომის დღესასწაულს შორის, მაშინ გაუქმდა აღდგომის მნიშვნელობა, ქრისტეს აღდგომის, ანუ საფუძველი ჩვენი სარწმუნოებისა. ის სასწაულება მორწმუნეთა მომოეყდეთ აღდგომის წარსულიდან ჰქონდათ ებრაელებს. როგორც ჩვენ ხედავთ სახარებიდან, იქ სადუყოს ფარისევლებს და თქვენში ჰქონდათ კამათი. და ფარისევლები ისინი ვინც ზედმიწევრად ითხოვენ კანონების შესრულებას, მაგრამ ამ დროს გადათ სამად სულის უკვდავება და მერე საყოველთ აღდგომა და სამშაბრო. მაგრამ ეს ყველაფერი კავშირდება მესიას, რომელიც მოსვლის მოლოდინში იყვნენ და მოსული მესია არ მიიღეს. ამიტომ მათი დღეს გაიგივება ნიშნავდა რომ ქრისტეს გამოსვლა, გამოხსნა არ მომხდარა. მაშინ ის სხვა ითმენენ და იხდიან და ეწამებიან ქრისტიანები, თუკი ყველაფერი მიღწეულია. მაგრამ ქრისტეს გარეშე არც აღდგომა, არც მომცხოვრება. ამიტომაც ეს კრება ასეთ კაცად განშის, რომ არავითარ შემთხვევაში გაერთიანება შეიძლება. გარდა იმისა, რომ ეს არის საფუძველი და ღერძი ახალი ათვლის ეკლესიისა და განმასხვავებელი და შედგება გადადგმული ნაბიჯი სულ ცხოვრებაში. არის მეორე რომ პასუხი ანუ დღესასწაული ებრიდან მონობიდან გამოსვლის აღნიშნული დღესასწაული ნიშნავს ხორციელი მონობიდან გამოსვლას. დევნისა ასეთ ებრაელები განიცდიდნენ ეგვიპტეში. ხოლო ქრისტეს აღდგომა ეს არის მომდევნო დღესასწაული სულიერი მონობისა, ცოდნის გამოხსნისა, ანუ ის გამოც ძველი ათვლის ეკლესია მოლოდინში იყო მისისა, რომ ის გამოიხსნიდა ცოდნისა. როჩას შემდეგ მოხდა
ნიველირება ამ ცნობიერების თუნდაც გამოხსის და საკმაოდ მიშენ ხოლმე ჯურის წესების შესრულებას. თუმცა მაცხოვრი ამბობს, რომ თქვენო იცით მეათედის მიცემა ძირასი, პიტნასი, ცერეცოსი და სხვა წესები და მთავრის ჯულისა დაგვიწყებიათო. ეს არის საწნულება, წყალობა და სამართალი. აი ამიტომ ეს წყალობა და გამართლება და მის ღვთისწინაში სინანულით და თუდოთა მიტევებით რაც უფალ მოიტანა და სასწრება შემდგომ ქრისტეს მიერ აღდგომის და სამშობლოების აი ეს გაუხდა. ანუ ის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ის შესრულდა, ის უდიდეს საიდუმლო რის მოლოდინში ცხოვრობდა ღვთის ერი ქრისტეს მოსვლამდე ხდებოდა ამ გაუქმებით აი ამ გაერთიანებით. ამიტომ პირველივე კანონში და უმთავრესი დანიშნულება ამ კრებისას იყო გამიჯნა ამის. კი არ მტრობა კი არა თვალში ძობილი არა. გამიჯნა რომ ის პერიოდი დასრულდა. ეხლა დაიწყო ახალი პერიოდი. და აი ამ ერთმანეთის გათანაბრება ნიშნავს რომ რჩებით ძველზე და ახალი არ მიგიღია. თუ ახალი ვიგე ძველია, მაშინ ახალი არ არსებობს. აი ამიტომ ასე კაცად და თავშივე ამ კრების კანონებისა არის განხილული რომ გაუმხილეს მრევლი და ათესაური კავშირის თუ ენობრივი კავშირის გამო არ დაიწყონ არსი ქრისტიანული საზღვრებისა. შემდეგი კანონი არის ყველა ვინც შევა ღვთის ეკლესიაში მოისმენს საღვთო წიგნებს, მაგრამ არ ეზიარება ერის საერთო ლოცვას. ან თავს არიდეს წმინდა მადლობის ზიარებას, ანუ ევქარისტიას, წმინდა ზიარებას, უწესობის გამო უნდა განიდევნოს ეკლესიიდან, სანამ არ აღიარებს თავის შეცდომას. არ უჩვენებს სინანულის ნაყოფს და არ შევედრება ამგვარ მიიღებენ ისინი შენდობას. აი ძალიან მნიშვნელოვანია და აქტუალურია დღესაც ეს კანონი და სამწუხაროდ ნაკლებად ექცევას ყურადღება. და შეგომარებს რომ ტადარში ვიკრიბებთ ლოცვისთვის. და ჩვენ გავერთიანდეთ ლოცვაში რამე თუ ვემზადებით საიდუმლოსერობისათვის. საიდუმლოსერობის საფუძველი იყო ერთობა მოწაფეებისა მაცხოვრებთან. და მისი ტოვის მიღება და ბოლოს უფლისგან მიღება წმინდა ზიარების. ის ნახორსია ქრისტესი. თუ უგულისხმოდ დგას ადამიანი ლოცვის დროს არ არის ჩართული და არ იაზრებს თუ არ აცნობიერებს თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ მსახურებას და ამ მსახურების დედააზრი არის გახსენება საღვთო ისტორიისა. გარკვეულწილად ადგილებით მინდა წერილი და ფსალმუნით იქნება თუ მოძრაობით თუ რომელიც ჩვენ გვაქვს ეკლესიის ისტორიის წიაღში და ჩვენ თანამონაწილე ხდებით ამ ისტორიისა და მიიღებით ჩვენი წინაპრებიდან დღემდე და კულმინაცია ამ მსახურების არის საიდუმლოსერობაზე უფალთან შეერთება წმინდა ზიარებით. თუ გულსუნთ გეხარ ამას ყველაფერს არ აქვს და მოხვეწა და შე გახვედი ან ლაპარაკობ ან ეხლა საერთოდ უცნაური მოვლენა არის და ვიტყოდი თავად უგუნურება მოხვედი სალოცავ და სინამდვილეში გონია რომ შენ ეხლა სადაც პლენერზე ხარ და კარგი ხედები უნდა გადაიღო დასამახსოვრებლად და იმისათვის რომ ილოცო დადიხარ და იღებ აი ხა უდელი გამოვიდა ხა დიაკონი გამოვიდა ეხლა გუნდი გალობს ეხლა მდელთავარმა დალოცაკო და ამ ფრაგმენტებს იღებს და რას იშოს ეს თითოეული
მთლიანობა ღვთისმსახურს მისთვის არის უცხო. ის არ ლოცულობს. ის არ ემზადება ზიარებისთვის. აი, ეხლა უფრო მეტი სასტური გაჩნდა. აზე ფოტოგრაფია ხო არსებობდა და მით უმეტეს მობილური და ინტერნეტი. აღზრდა ხელს რომ ვიღაცამ შეიძლება დაუეკოს და იწყებს მაგდა პასუხის გაცემას ან მოსმენას ასეუბნება ვიღაც ადამიანი. ან ზარი შემოდის, ისმის ეს ზარი. ანუ ეს სოფელი იჭრება ეკლესიის შიდა წიაღში იმ საიდუმლო მსახურებისა, თუმცა ადამიანს ამზადებს უფალთან შედედებისათვის. ანუ ხდება გაუფასურება იმ სიწმინდისა და იმ დიდ საიდუმლოსა, რომელიც თვისწყალოდ მოვიდა ჩვენ. აი, როგორც ჩანს, ეს ამან თავი ჩინა უკვე იმ მე-4 საუკუნეში. როდესაც იყო დევნა, უფრო მობილიზებული იყო ქრისტიანები. ეხლა უკვე სახელმწიფო რელიგიით არ გამოცხადდა, მაგრამ გათანაბრებულია ყველა რელიგია, აღარ იდევნება და გარკვეულ უპირატესობას აქვს. იმიტომ მეფე მირონცხებულია და მის მოვალეობა შედის დასვა სარწმუნოებისა და ჭეშმარიტების, ამიტომ ამ უპირატესობის გამო ბევრი ინათლება და მოდის ეკლესიაში, თუმცა სიღრმეს სარწმუნოებისა ვერ იმეცნებს. ამიტომ გულისხმობთ დგას ეკლესიის ტაძარში, ღვთისმსახურების დროს. და ეს ფენომენი დღეს არა მარტო გრძელდება, არამედ უფრო მრავალფეროვანი ხდება. უფრო სიღრმისეულად ასწავლებს ადამიანს და იმ მყუდრო ერთობისგან ღვთისმსახურების დროს. და შემდეგი კანონი უკვე ეხება სამღვდელო დას. თუ მღვდელი დიაკონი ან საერთოდ სხვა სამღვდელოთაგანი მიატოვებს თავის ეკლესიას და სხვა ეკლესიაში წავა, ამის შემდეგ მთლიანად გადაინაცვლებს ამ უცხო ეკლესიაში იქ იქნება და დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება იქ ყოფნას. ასეთი ნუღარ შეასრულებს დევსახურებას. უფრო მეტიც, თუ თავისი ეპისკოპოსი მოუწოდეს მას და თავის ეკლესიაში დაბრუნებას თხოვს, ის კი არ შეისმეს და განაგზობს ამ უწესობას. სრულად უნდა განიკეთოს მადლობისაგან, რომ აღარ ჰქონდეს იმავე ადგილას აღდგენის შესაძლებლობა. აი, როგორ კაცეთაურს, ანუ ეს უკვე მშვიდობიანი პერიოდია. გამრავლდა ტაძრები, ეკლესიები, ახალი ეპარქიები შეიქმნა და თვითონებობის ცოდამ თავიჩინა უკვე ახალი სახით. რაღაცა აქ არ მოეწონა აქ დიაკონს თუ მე დავითნეს და მგალობელს და ეხლა წავიდა სხვა ეკლესიაში, მე თვითონ წავიდა კუთხის გარეშე და ამის მიზეზის გარეშე. ან მით უმეტეს სხვა ეპარქიაში გადავიდა. ხო? ასეთი მოხეტელია ადამიანები, არ მდგადიარენ, არც კარგად ჩნდა დიდხანს. იქაც მე რაღაც გამოჩნდება ესეთი რაღაც რაც მას ან არ მოეწონება, ან ჩათლისო მისთვის ეს არ არის მოსაწონი, მისაღები, მოსაბეზრებელი და ეხლა სხვა სიძე. ეს გავიხსენეთ ერთ-ერთ შემთხვევას მიდამოთა ცხოვრებიდან, რომ ერთ მონასტერში იყო 10 მოღვაწე, მონაზონი და ერთი იყო ახალგაზრდა მოსული და ყველას უყვარდა, ახალგაზრდა და ყველას უყვარდა. ხო იქ 10-დან ერთ არ მოწონდა და რაღაცა ამას გამოხატავდა. ახალგაზრდას არ მოეწონა, რომ ეს ერთი მე ესე რაღაც უპატიოდ მეკცევა და წავიდა სხვა მონასტერში. იქ მიიღეს საზღვარში, მაგრამ მათთვის უცხო იყო ეს ადამიანი და შემდეგ თუ იყო იქ 7 თურბანი და აქედან ერთი 3-ს არ მოწონდა ეს ადამიანი. რასაც ისაკეთი თავი დაიწყე თავის მონასტერში არ შესაძლოა. და დიდხანს ვეღარ დაჩინა, არც ეს არ მოეწონა, წავიდა სხვა მონასტერში. მივიდა და იქ იყო 6 თუ 7 და
4 თუ 5 არ მოწონდა ეს ადამიანი. რომ მოყვებოდა სად იყო რა გაიარაღსა და ელოდა რომ თანაგზნობას იპოვიდა და პირიქით ხდებოდა კრიტიკული შეფასებების ხეტიალი საქედან იქით და შეწუხდა ძალიან. ის ითხოვდა სხვებისა ყურადღებას და სიყვარულს. და გაახსენდა იმ მონასტერში რომ ვიყავიო 10-დან 9-ს ხო უყარდიო, ერთი ვერავიტანეო და ეხლა ნახევარ დღეში ვარ. 5-დან 3-4-ს არ უყარვარ. და დაბრუნდა თავის მონასტერში. სადმო შეხვდა მას და უკვე ადრე თუ 9-ს უყარდა, ეხლა 6-ს ისე უყარდა, გაუხარდა დაბრუნდა და დანარჩენ კრიტიკულად რა არ მოგეწონა ხო საგან, ხო? ჩვენ ხო დაგვიწონე, ეხლა საგან წახვედი და იქ რა მიიღე და კრიტიკულად და გაგეთხეს რომ შეხვდი მას და ბოლოს იფიქრა, მოდი ჯობი ეს მოვითმინო მე. ვიდე ისე დავიტყვე ხეტიალება, რას მივახციო? აი გონივრული დასკვა, მაგრამ რის ფასად. აიტომ ეს ხეტიალი გადასვლა აქედან იქით მეტყველებს არამდგრადობას ადამიანის სულიერ ცხოვრებაში. რომ ის უფლისათვის კი არ მოვიდა, უფალთაერთობას კი არ ეძებს, არამედ ყურადღებას ხვებისგან, ან უპირატესობას ხვებთან შედარებით, ასე შემდეგ. ანუ ეგოისტური, თვითნებური გამოვლენები ადამიანის. ეს აშუქებს და ამიტომ ეკლესიას მაშინ მიიღო თან მშვიდობიანია, ყველა ქალაქში არის ტაძარი, შეიძლება რამდენიმე ტაძარიც იყოს, სოფლებშიც არის ტაძრები და დიდი ასეთ ასპარეზი გაჩნდა აქეთ-იქით გადასვლა გადმოსვლისა. აი, ამის გამო ეს არის მიღებული კანონი და შემდეგ ნახეთ თუ განკვეთილი ეპისკოპოსი ან დაისკოპოსი განკვეთილი მღვდელი ან დიაკონი შემდეგაც გაბედავს მღვდლობას ან სხვა რაიმეს გაკეთებას ადინდელი ჩვეულებისამებრ მას აღარ იქნება უნდა ექონდეს სხვა კრებისგან აღდგენის ან გამართლების იმედი. მათ მისი ზიარებულნიცა და მაზიარებულნიც განდევნა უნდა იქნას ეკლესიიდან. მით უმეტეს თუ მათ იცოდნენ ეს გადაწყვეტილება და მაინც გაბედეს მათი ზიარებაო. აი ისევ ერთი კაცი კანონი რომ ვინც უკვე იყო თავისებურებისგან განკვეთილი ან დაყენებულ მსახურებიდან ან ზიარებიდან ის სხვაგან არ უნდა მიიღოს სხვა ეკლესიაში და იყო წესი რომ ერთი ეკლესია რომ მიდიოს სხვა ეკლესიაში თუ შენ მიდიხარ საპატიო მიზეზი გაქვს და მაშინ გაქვს ურთხევა წერილობითი შენი წინამძღოლიდან ეს ეპისკოპოსისგან თუმცა მიხვალ იმ სხვა ეპარქიაში სხვა ეკლესიაში წარუდგენ რომ შენ გაქცეული კი არ ხარ დაჟილი კი არ ხარ განდევნილი კი არ ხარ შენ უბრალოდ აი რაღაც ვითარების გამო მოგიწე გადასვლა ეს დროებით იქნება სამუდაოდ მაგრამ ყოველში თანხმობაშია იმ ეპისკოპოსთან და იმ სამღვდელო დასთან თუნდაც ერთად შემსახურობდი თვითნებობა არ არის იმიტომ რომ სათავე ჩვენი წოდებისა თვითნებობა არის საიდან მოდის თვითნებურად ცნების საწინააღმდეგოდ ის უფლისმიერ აკრძალული ხის ნაყოფი მიიღო ადამიანმა არა ღვთისა ის არის მასტურისა და აი ამიტომ შემკარსად განიხილეს ეკლესია რომ უჩას ამ მოვლენამ მასობრივი ხასიათი მიიღო და კრება იმ დროს შეიკრიბნენ ეპისკოპოსები ანტიოქიის საპატრიარქოსი რომ ერთი კანონი მიიღო და ყველა ამ კანონის მიხედვით გასაზრდონ თავის ქმედება და იცოდნენ როგორ მიიღონ და თუ სხვა ეკლესიიდან მოვიდა ადამიანი აქვს თუ არა მას წუნება რომ ის ნამდვილად თვითნებურად არ იქცევა რა კურთხევით არის წამოსული ეს კანონი დღესაც ძალაშია როცა ჩვენ სხვა იურისდიქციაში გადავდივართ მოსალოდად მივდივართ არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ გადავალთ კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში ელადის ეკლესიის იურისდიქციაში მივდივართ თუ ანტიოქიის თუ იერუსალიმის ეკლესიის იურისდიქციაში ალექსანდრიის ხო რომელიც არ უნდა იყოს უნდა თან კონდეს
წერილი ამ დადასტურებს შენ მართალი ხარ, არა თვითნებურად მოდიხარ, ან მუშაობთ, ან თავინაცეს მოსანახულებლად და ანუ დროებით შენ იქ იქნები და უფლება გეძლევა შენ თვითა აი მსახურების დასწრების, მონაწილეობის და ზიარების მიღების. რომ ის ეკლესიასთან ერთობაში არის. აი ერთ-ერთი მთავარი აზრი და ამ კრების კანონების ეს არის. კიდევ სხვა კანონებია, რომელიც ასევე ეხება ხო თუნდელიან დიაკონი თავის ეპისკოპოსს შეურაცხყოფს და ამით თავის თავს განაშორს ეკლესიისგან ცალკე მოაწყობს კრებას საკურთხეველს აღმართავს და ეპისკოპოსის ერთხელ და ორჯერ მოწოდებას არ დაემორჩილება და არ მოინდომებს მის დაჯერებას, ის უნდა განეკუთოს სრულიად. ის რომ აღარ დარჩეს განკურნების იმედიო. აი როგორ კაცოჯელოს იმიტომ როგორ ჩას ეს დამკინეული საკითხი გახდა ეკლესიაში. ნუ დღესაც თავს იჩენს ეს ზოგადად ამიტომ თვითონ ეპისკოპოსმა და ეპისკოპოს კრებამ უნდა გადაწყვიტოს და ეს რამდენად დასაშვები არის და თუ ნანობსავის ქმედებას და იმდა გულისხმობს რომ ეს არასწორი მისი ქმედება მისთვის პრიორიტეტი და საზიანო მისთვის რომ ის თავით თვითმობით ეკლესიის ერთობას განუდგება და ეს ამჩნევს როგორც დედაკაცს ვერ შეემჩნია ხანაყოფით რომ ახალ თვალ დაინახა და მოეწონა ადამიანს არ იკითხა საიდან ის დაყოფი მას უგულისხმობს მიიღო ავტომატურად და მექანიკურად და იმათ გაიზიარა იგივე რომ თანაზიარი გახდა აი ღვთისმსახურის დარღვევისა, ღვთისგან განდგომისა და ცილისამების ღმერთზე. თუმცა განეშორა სულიწმინდის მადლს და აი დღეს ეკლესიაშიც ერთ-ერთი ეს მნიშვნელოვანი არის მოვლენა რომ მაგრამ თავისუფლად შეიძლება იმოდრო სივრცეში და სხვა ქვეყანაში დახვიდე ან ქალაქში სარნიშნავს რომ შენ ასევე თვითნებურად შეიძლება მიხედების ეკლესიაში ვინ ახარ ეკლესიის წევრი ხარ ვიდეო დადასტურებ ხო და აი მაშინ უნდა ყოველდღიურ წერილობითი და ნახასიათება ვინ არის ეს ადამიანი და მისაღებია თუ არა ხო აი ასევე სხვა კანონებიც ვიტყოდით ნურენ უცხო მოგზაური სასუპირი ნუ იქნება შეწარებული დასამშვიდებელი ეპისტოლის გარეშე აი რასაც ჩვენ ვისაუბრეთ ახლა რომ უნდა კონდეს თავის მოდროს თავის ეპისკოპოსთან დამადასტურებელი ყველაფერი მართულია თუ ერთობა არ არის მაშინ არ სუფალია ჩვენ შორის და მათ ხოლმე საათ 2-3 ჩემი სახით იქ ვარ მე მათ შორის აი თუ უფლის სახით მაშინ ფოტოეთობაში და ეკლესია უფლისა არის ეს ღვთისახლია ის ადგილთან განსაზღვრება არამედ ერთობის ნიშნით სარწმუნოების და ურთიერთობის პატივისცემის და სიყვარულის თუ შენ დაშორდი ამას უკვე გაიყავი უკვე აღარ ხარ შენ ეკლესიის წევრი არ ღვთისადმო ამიტომ აი ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ ურთიერთობებს მე არ მინდა დაგავო თქვენ ამ კანონის მოსმენით და მნიშვნელოვანია თადია რომ ამით დღეს ჩვენ დავამთავროთ საკმარისი უშვში ჩვენ ხარჯ გავუშვით რომ აი ეს ყურადღება წიროლოცის დროს გართობა მობილურით გადაღება სხვადასხვა მომენტების წირვის და მოძრაობის სამდელოების თუ გუნდის თუ ეპისკოპოსის ფაქტობრივად უყურადღება ხდება ლოცვის მიმართ ადამიანი და გაურკვევის მოვიდა. გარდა მაგისა ტაძარში ქრისტიანებთან მაშინ ასე თვითნებურად ვერ შევდოდა. იყო მეკარე ვინც იცავდა მრევლს და ისე შემოუშვებდა და ეხლა ეკლესიის კარი ღია და შემო ტურისტები
ან ჯგუფება, ან ცალკე და ასე შემოვიდა ასეთი სპორტი ზედმეტი ხმაური ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს. მაგრამ ასევე ხელის შემშლელია, იმიტომ ისიც იწყებენ გადაღებას მათის ტურისტის რომ ყოველ სიახლე არის მნიშვნელოვანი და ამ სიახლის მნიშვნელობა აინტერესებს. უბრალოდ სადაც მოსაგონებო დაბრუნდება სახლში, აჩვენებს აი იქ ვიყავი, ეს ნახე ესეთი და სრულიად რჩება ცარიელი. და იქაც ღვთისმსახურის დროს შეიძლება თავისი მოძრაობით და უკითხავია სექმედებით შევთანხმებლად დაარღვიოს. ანუ შევხედოთ რა ოდენ დიდი სხვაობაა მაშინდელს და დღევანდელ ეკლესიებს შორის, რომ დღეს ეს შეიძლება თქვეს ის ნორმად იქცა და თოლმერო დაიწყოს ამის აგრძელება შეზღუდვა. ნუ იწყება როგორი მკაცია, როგორი უხეშია, როგორი იგი არაგულისხმიერია და ასე შემდეგ. თუმცა იმდენში ეს მოთხოვნა ემსახურებს ამას. ჩვენ თუ მოვედით ლოცვა ტაძარში, მაშინ ლოცვაში იყო ჩართული უშმედეთ ლოცვის სიტყვებს და ამ ერთობით უბალთან იყოთ ერთობაში. დაგიმშვიდობეთ, მე და დაგვრჩით, გაიხარეთ.